დღეს ჩემთან მეგობრებო შემოვიდა ძალიან საინტერესო кейსი. უпростоრად ჯერჯერობით არ შემოსულა პროცესშია. ძალიან საინტერესო ისტორია და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ისტორიები უნდა გადაიღონ ხოლმე სერიალებში, ფილმებში, ან კონტაქტორში მართლა. მართლა ძალიან საინტერესო ისტორია. თან რეალურია. ესე რა საინტერესო ცხოვრება მაქვს. ხო და მოკლედ მოგიყვებით. უცხოეთში ცხოვრობს ქართველი გოგონა, რომელიც სრულიად ნორმალურად გრძნობდა თავს და უცბად მე არ ვიცი რა პირობებიდან გამომდინარე ეს დაემართა მას, თუნდაც მის სხეულში შემოვიდა მამაკაცის სული. თან უცხოელი მამაკაცის სული, რომელიც ეძახის თავის სახელ, გვარს, სადაურია, საცხოვრობდა, სად როგორ ცხოვრობდა და რაღაცას ეძახის კიდე, არ ვიცი ახლა დეტალები ზუსტად, მაგრამ ამ გოგოს ეს შეტევები პერიოდულად ემართებოდა დღითი დღე, ანუ უფრო სწორად ყოველ დღე უფრო მძიმდება და მძიმდება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი არსებობს. რაზეც შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ. აბსოლუტურად ყველაფერი არსებობს და როდესაც ესეთი სკეპტიკოსები ეძახიან, რომ კარგი რა, ეხლა ხანდახან მეც სკეპტიკოსი ვარ რაღაც საკითხებში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ კი არა, პროცესში ვარ, რამდენი წელია უკვე ამ მიმართულებაში და ამ საქმეში ვარ, ხო, მე ვამბობ განდევნაში და მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი არსებობს.